გვიყურებთ? ესე იგი შაბათია და ვინ სპეისია. მაგრამ რაღაცა მაინც აკლია. ჟანა ადგილზეა, მიკროფონიც მიგეთია, ჰაბიტატშიც ვზივარ. მიხვდი? ეს ნიშნავს ორ რამეს. ან ძალიან საინტერესო სტუმარი გვყავს, ან უბრალოდ ჩემს თანაწამყვანს ჩაეძინა. ჩვენი სტუმარია კომპანია აპტოსის საერთაშორისო გაყიდვების დირექტორი გიორგი ხურციძე. მე წახდი? სად იყავი? მეორე კამერა გავყიდე, ერთი გვაქვს. დღეს ჩვენთან არის ადამიანი, რომელსაც აქვს 20 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში, გუნდის ზრდასა და ბიზნესის განვითარებაში, როგორც საქართველოში, ისე ფარგლებს გარეთ. ბაღში ერთად, სკოლაში ერთად, უნივერსიტეტში ერთად, სამსახურში ერთად და აქაც სტუდიაში ზის. გიორგი, გამარჯობა. გამარჯობა ჟანა, გამარჯობა ლაშა. მაყურებელს საინტერესებს შენი მასტერკლასი და თუ შეგიძლია მომყიდო რაიმე შენი პროდუქტიდან. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და ამ შესაძლებლობისთვის. მივისალმები მაყურებელს. ზოგადად ძალიან კომპლექსური პროცესი არის გაყიდვები და მასტერკლასები არ გამიყიდია არასდროს, მაგრამ მგონია რომ ნებისმიერი ადამიანი დაბადებიდან არის გამყიდველი და პირველ რიგში რასაც ყიდის ყველაზე კარგად არის საკუთარი თავი. რაც შეეხება გაყიდვას იმისთვის რომ შეძლო ან შევძლოთ კონკრეტული ნივთის გაყიდვა, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა გვჭირდება, რა მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ და საბოლოო ჯამში რა სარგებელს მიიღებს მომხმარებელი. ამიტომ თუ უფრო მეტი კონკრეტიკით ვიმსჯელებ თქვათ რა არის გასაყიდი, რა მიზნობრივ აუდიტორიაზე, რა პირობებში, რა გარემოში, პირველად ადვილი არის ამისთვის შესაბამისი სტრატეგიის შექმნა და რა თქმა უნდა კონკრეტული სტორის სტრატეგიის შემთხვევაში გაყიდველი პროდუქტის პირველად უფრო ადვილი არის და შედეგი ისეთი არის რომ ყველა მათ შორის მყიდველი და გამყიდველი win-win სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე როგორც წესი. ძალიან დიდი მადლობა. კაი, გიო, მოდი მაყურებელს უთხარი, ვინ არის დღეს გიორგი? ოღონდ გითხარი ისეთი რაღაცეებიც, რაც მაგალითად CV-ში არ გიწერია. გიორგი ხურციძე არის უბრალო ადამიანი, უბრალო მეოცნებე ბიჭი, რომელსაც ბავშვობიდანვე ძალიან დიდი ამბიციური გეგმები ჰქონდა და ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ ხალხთან ურთიერთობა იყო ის ერთ-ერთი კოზირი, რომელიც მგონია, რომ ჩემ პორტფელში მნიშვნელოვანი და გამორჩეული ატრიბუტი არის. და ნუ მაგ ატრიბუტის წყალობით არის ის, რომ თქვა შემიძლია ძალიან კარგად ადამიანებთან ურთიერთობა, შემიძლია მოლაპარაკებების წარმართვა და იმ სასურველი შედეგის მიღწევა, რომელიც თავიდანვე დაგეგმილი მაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრჯერ დავფეილდი ამ მრავალი წლის განმავლობაში და როგორც შენ ახსენე, დაახლოებით 20 წლიანი გამოცდილება მაქვს მხოლოდ და მხოლოდ გაყიდვების მიმართულებით და მგონია იმაზე ბევრი წარუმატებლობა შემხვდა გზად, ვიდრე წარმატება. ამიტომ ჩემ თავს არ ვთვლი, რომ გამორჩეული ვარ და ვინმესგან განსხვავებული, უბრალოდ მგონია ვარ ადამიანი, რომელიც თავის ბიზნეს მიღწევად, თავის მაქსიმუმს ჩადებს და ნებისმიერ ეტაპზე მზად იქნება თავის ბიზნეს მისაღწევად ის მაქსიმუმი ეფორტი ჩადოს, რაც კონკრეტულ შედეგამდე და მიზნამდე მიიყვანს. და ერთ რამეს დავამატებ კიდევ, რომ პირველ ეტაპზე, რაც ზოგადად ყველაზე მეტად მიჭირდა, იყო წამოდგომა და ძალიან ხშირად ვთმობდი ხოლმე კონკრეტულ პროექტს ან კონკრეტულ წამოწყებას იმის გამო, რომ არ შემეძლო ამის გაგრძელება, მეგონა რომ თქვა არ ვარ ამაში კარგი და ვერთვებოდი ან სხვა პროექტზე, ან საერთოდ სხვა არეალში. რაც მგონია, რომ ძალიან დიდი მინუსი არის, თუმცა იდეალური არავინ არ არის და ყველა ადამიანს აქვს თავისი პლუსები, მინუსები, მთავარი არის დროულად მიხვიდე იმ გადაწყვეტილებამდე, დროულად იპოვო ის პასუხები შენ თავში, თუ როგორ გარდაქმნა შემდგომ ეს მინუსები პლუსებში.
რაც მგონია რომ არ არის მარტო 1-2 დღის ან კონკრეტული პერიოდის თემა, მთელი ცხოვრების განმავლობაში მგონია რომ ყველა ადამიანს ეს ბრძოლები მუდმივად აქვს საკუთარ თავთან, ისევე როგორც მე მქონდა, ეხაც მაგ და დარწმუნებული ძალიან ბევრი ბრძოლა მექნება მომავალში. გიორგი, პირველად რა გაყიდა და როდის? საკუთარი თავი. ანუ მგონია რომ როგორც ვახსენე, ნებისმიერი ადამიანი დაბადების მომენტიდან, აი როცა პირველი touching point-ი აქვს თავის მშობლებთან, დედასთან, მშობლებთან, მამასთან, თვალებში რო უყურებს, მგონია რომ უკვე ამ მომენტიდან იწყებს ადამიანი გაყიდვას. ძალიან ბევრი საავტორო კურსი არის ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან საინტერესო, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმული არის, რომ ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად იმისა, რა სფეროში არის, რა არეალში მოღვაწეობს და რა ინდუსტრიაში, თავის თავს ყიდის ყოველდღიურად. ამიტომ მგონია რომ პირველად პირველი ნივთი რაც გავყიდე იყო საკუთარი თავი. ისევ და ისევ ჩემ მშობლებთან, ჩემ ნათესავებთან, ჩემ ძმასთან, ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, რომლებთანაც ბავშვობიდან მქონდა შეხედვა. გიორგი, თუ გახსოვს, როდის გაიზარდე გაყიდვებში და რამ გაგზარდა? პირველი 5 წელი იყო ალბათ ყველაზე რთული ჩემ კარიერულ მოღვაწეობაში, გზაში, ესე ვიტყოდი. იმიტომ რომ როგორც თავიდან ვახსენე, ძალიან ბევრჯერ მინდოდა გამოსულიყავი ამ სფეროდან. იმიტომ რომ იმდენი წარუმატებლობა ვნახე, იმდენი მარცხი, იმდენი კრახი, იმდენი საქმე, რომელიც ბოლომდე ვერ მივიყვანა, იმდენი კლიენტი, რომლის მოთხოვნილებაც ვერ დავაკმაყოფილე, საკუთარ თავთან მქონდა ძალიან ბევრი კითხვა, რომ ნამდვილად არის თუ არა ეს ის, რასაც შენ ეძებდი და არის თუ არა ეს, რომლის გაკეთებაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გინდა. და მე დადგა 5 წლის განმავლობაში მომენტი, როცა ალბათ გარდამტეხი მომენტი იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემ ცხოვრებაში. ერთ-ერთი ესეთ ძალიან მაგარ ადამიანთან მქონდა შეხება, რომელიც ჩემი ლექტორი იყო და ასევე პროფესიული საქმიანობითაც შემდგომში მომიწია მაგ ადამიანთან გადაკვეთა. მან მითხრა, რომ მგონია, რომ არ უნდა გადახვიდეო სხვა სფეროშიო და ხარ ზუსტად იმ ადგილას, სადაც უნდა იყო. და შენერი ადამიანი, რომელსაც ადამიანთან კომუნიკაცია უყვარს. ადამიანთან კომუნიკაცია აძლევს დამატებით სტიმულს და мотиваციას, უნდა გააგრძელოს ეს საქმიანობა და ის წარუმატებლობები და კრახები და ბევრი ფეილი რაც ქონდა, რასაც არ ქმევ, იფიქრე როგორ გარდაქმნა თქვა ჩელენჯი და როგორ მიიღო აქედან თქვა წარმატებული შედეგი. და მახსოვს აი ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა რაც მითხრა, რომ კომპანია აფასებს იმ თანამშრომლებს ყველაზე მეტად, რომლებიც კომპანიაში ფული შემოგვთ კომპანიაში მარტივად რო თქვა. და მაგ დღიდან, აი მაგ მომენტიდან თითქოს საერთოდ სრული ტრანსფორმაცია მოხდა ჩემში. პირიქით იმ წარუმატებლობებს უფრო დიდი ენთუზიაზმით ვიღებდი, ანუ აღარ მქონა იმის შიში, რომ თუ დაუმარცხდებოდი ნიშნავდა რომ თქვათ წარუმატებელი ვიყავი პირიქით, ანუ мотиваციას მაძლევდა რომ იმ წარუმატებლობებისგან და იმ ბევრი დამარცხებისგან გამომეტანა სწორი შედეგი, გამეკეთებინა საკუთარ თავთან ანალიზი, რა უნდა გააკეთოს გიორგი ხურცემ იმისთვის რომ მომავალში თქვათ არ დადგეს იგივე პრობლემის წინაშე და რაც ყველაზე მთავარი არის საკუთარ თავს დაუსვი კითხვები, რა უნდა გააკეთოს გიორგი ხურციძემ ყიდველმა გამყიდველმა უბრალოდ რომ მიყიდოს გიორგი ხურციძეს გამყიდველს და თუ კი ეს შესაბამისობაში არ მოდის და ამის მეჩინგი არ არსებობს და თუ შენივე თავს ვერ ყიდი იმ პროდუქტს რომლის ყიდვაც შენ გინდა ბუნებრივია ვერაზროს ვერ მეიტან ამ პროდუქტს მომხმარებლობა. ამიტომ მგონია რომ დაახლოებით ჩემი კარიერის დაწყებიდან 5 წლის მერე იყო აი ეს გარდამტეხი მომენტი, როცა პირველად საკუთარ თავს შევხედე გარედან. გიორგი ხურციძე გარეთ გაიყვანეს და საკუთარ თავს შეახედეს, რომ აი ეს გინდა შენ იყო, თუ არა. და თუ გინდა რომ იყო, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ გახდე ის, რომელიც გინდა რომ იყო 20 წელში. და არა ეხა, ვინც ხარ, ან როგორიც ხარ. გიორგი ძალიან კარგად საუბრობ. და მე მაინტერესებს თუ აგიღია იმეორებ შეკითხვას. თუ აგიღია შარშან ბონუსი, რომელიც იყო 4 ნიშნაზე მეტი, მაგალითად 5 ნიშნა. კი, დამიღია. შეგრძნება როგორი ქონდა მაგ დროს? ჩვეულებრივი.
ანუ ძალიან კარგია, როცა იმ მიზანს აღწევ, რომლის დასახული გაქვს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში სამწუხაროდ ვერაზროს ვერ მიყვები იმ მიზნებს და იმ ჩანაფიქრებს, რაც მინდა. ანუ ყოველთვის ჩემი მიზანი არის იმაზე ბევრად წინ, ვიდრე ჩემი შედეგი არის. მიუხედავად იმისა, რომ მგონია, რომ ჩემ მაქსიმუმს ვდებ და იმედი მაქვს, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე დაეწევა ალბათ ჩემი შედეგი და ჩემი დღევანდელი დატვირთულობა და ექშენი იმ შედეგს და იმ ფიდბექს, outcomes, რომელიც იქნება კონკრეტულ X დროს, X ადგილას. მაგის დიდი იმედი მაქვს. ჯერჯერობით ძალიან შორს არის. კაი, ქონია შემთხვევა, რომ გიფიქრია მაგალითად აი რაღაცა არ გამომივა, ჩემი არ არის, აი და თუ შეგიძლია მაყურებელს უთხრა, ანუ რა кейსი იყო, რომ იდენტურ მდგომარეობაში და სიტუაციაში რო ჩავარდეს, ხო? სეილი, ანუ არ ჩაიქნიოს ხელი. კარგი კითხვა არის, მადლობა. ანუ როგორც ვახსენე, მთელი ცხოვრება ვარ გაყიდვებში და აი პირველი პერიოდი იყო ყველაზე მძიმე. ადაპტაციის პერიოდი, იქ უარის მიღება რო გიჭირს, იქ ახალი რო ხარ და ყველაფერს რო ძალიან ნეგატიურად იღებ და ნუ ყველაფერი გბლოკავს. და მე ცხოვრების რაღაც დონეზე, რაღაც ეტაპზე გაქვს ხოლმე ესეთი შეგრძნება, რომ თითქოს რაც მეტ ნაბიჯს დგავ წინ, ეფლობი და აქედან ვეღარ ამოდიხარ. და მე აი როგორც კი იწყებ მაგ ნეგატიურ არეალში ასპარეს და ექცევი მაგ რუტინის წინაშე, არ მიყვარს ხოლმე ამ სიტყვის ხმარება, მაგრამ რუტინა არის. ძალიან ხშირად აღმოჩნდები ხოლმე შენ თავთან მარტო და მე ხდება იმ ფიქრების ანალიზი, რომ თქვათ არის ნამდვილად ეს სფერო, სადაც უნდა იყო, ნამდვილად სწორ ადგილას ხარ, ანუ ამდენი იშრომე იმისთვის, რომ ამ ეს შედეგი მიგეღო, ან სულ ეს არის, რაც შეგიძლია და თითქოს აი ორი ადამიანი არის შენ გვერდზე, ერთი ადამიანი გეუბნება, რომ შენ უნდა გააგრძელო და ყველაფერი კარგია და გამოგივა მეტი მონდომება გინდა და უბრალოდ დრო მიეცი საკუთარ თავს და აი მეორე მხარე გეუბნება, რომ ესიც არ არის, ბევრად მარტივი არის, ეხა უარი თქვა და ახალ ინდუსტრიაში ან ახალ სფეროში გადახვიდე და დაიწყო ყველაფერი ახლიდან. ხო და მაგ ეტაპზე, როცა მე დავდექი მაგ მომენტში, ყველაზე რთული გადაწყვეტილების წინაშე დავდექი და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომ გაყიდვებიდან წამოვედი საერთოდ და გადაწყვეტე სფეროს შეცვლა. მქონდა ეგეთი მომენტი ცხოვრებაში, ჩემი კარიერული საქმიანობის მე-7 ან მე-8 წელი იყო, გადავედი საერთოდ შესყიდვებში, სადაც ვიყავი თვე-ნახევარი და აი რომ მივხვდი, რომ ხალხთან ურთიერთობა არ მქონდა, დღეში დაახლოებით 50-100 ზარი არ მქონდა, მეილებს არ ვაგზავნედი რობოტივით, ავტომატივით, მივხვდი, რომ უბრალოდ ოფისში ჯდომა, კომპიუტერთან და რაღაც ინფოს შეყვანა, რაღაცების ანალიზი, კალკულაცია ჩემი არ არის. ანუ ბექმა არ ახებულა. კი, ეგ იყო ალბათ აი ყველაზე გარდამტეხი მომენტი ნომერი 2 ჩემ ცხოვრებაში, როცა მივხვდი კიდევ იმ ადამიანის სიტყვები გამახსენდა, თავიდან რო ვახსენე, რომ ნამდვილად ალბათ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და უნდა მივაწვე ისევ გაყიდვებს, ხალხთან ურთიერთობას და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც კიდე გადამაწყვეტინა ის გადაწყვეტილება მივიღე, რომ წამოსულიყავი გაყიდვებიდან, იყო ის, რომ 2005 წელს და 2000-იან წლებში ზოგადად გაყიდვები არ იყო პოპულარული. ანუ გაყიდვების მენეჯერად რატომღაც ეგეთი აღქმა იყო, რომ ხალხი იწყებდა გაყიდვებში მუშაობას, თუ სხვა სამსახურებში არ მიიღებენ, ან არ აიყვანნენ. აი მახსოვს, ჩემ დროს საბანკო სექტორი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. საბანკო სექტორს როგორც ასეთი გაყიდვები არ ქონდა, მაშინ ამ დონეზე, ანუ გაყიდვების მენეჯერები ესე არ ყავდათ. მახსოვს საქართველოს ბანკმა პირველად 2007 წელს შექმნა გარე გაყიდვების დეპარტამენტი, მანამდე არც ქონიათ ბანკებს, არც კომპანიებს ეგეთი გარე გაყიდვების ან გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია არ იყო, უბრალოდ იყო თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო გაყიდვებზე. ანუ როგორც ასეთი subtitle ან თქვა პოზიცია გაყიდვების მენეჯერი არ არსებობდეს, აქტუალური არ იყო. მეორე ხარისხოვანი, პოპულარული არ იყო. ანუ და კომპანიებში იწყებდნენ მუშაობას, ან ფინანსებში, მახსოვს, მარკეტინგი იყო პოპულარული, ჩემ დროს მე დაზღვევის მენეჯმენტი მაქვს დამთავრებული, დაზღვევა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იკრებდა და პირველ სტადიაზე იყო introduction stages, ბევრი საზღვაო კომპანია გაიხსნა, იყო თქვა ალდაგი იყო, იმედიელი იყო, ირაო იყო და აი ხალხი ცდილობდა სულ ამ კომპანიებში
კომპანიებში დაიწყო საქმიანობა, მაგრამ როგორც ასეთი გაყიდვები, აი ეს მიმართულება აქტუალური არ იყო. შესაბამისად, მაგანაც გადამაწყვეტინა ალბათ, რომ იქნება არ არის ის ინდუსტრია, სადაც უნდა ვიყო, იქნება სხვაგან უნდა მოვსინჯო ჩემი ძალები და ეს არის იმის შედეგი, რომ არ ვარ თქვა წარმატებული, იმიტომ რომ მაშინ ვთვლიდი, რომ არ ვიყავი წარმატებული, ბევრი ფეილი მქონდა და მივიღე ყველაზე ალბათ არასწორი გადაწყვეტილება, რასაც იღებს ხოლმე ადამიანი, გაქცევა, რაც ყველაზე მარტივია ზოგადად და ყველაზე დიდი ფეილი. ყველაზე დიდი ფეილი, ხო, იმიტომ რომ მგონია, რომ ყველაზე მარტივი და ყველაზე რთული გზა და ყველაზე სწორი გზა არის ყოველთვის ყველაზე რთული გზა. და თუ ადამიანი მიდის ყველაზე მარტივი გზით და გონია, რომ არის სწორი გზა, როგორც წესი 99% ის არის ხოლმე არასწორი გზა. რაც მეტი ჩელენჯია საკუთარ თავთან, საკუთარ გზაზე, საკუთარ შესაძლებლობებთან, მგონია, რომ აი ეგ არის სწორი არჩევანი და ყველა მაგზით უნდა ვიაროთ. რა მან ვინ მოხდა мотиваცია? мотиваცია მომცა ცხოვრების ყველა დონეზე ძალიან ბევრმა ადამიანმა, მაგრამ მახსოვს, რომ პირველ ეტაპზე, როცა ჩემი კარიერული მოღვაწეობა დავიწყე, ბებია ჩემი ყველაზე დიდი мотиваტორი, რომ ერთად ვითვლიდით ხოლმე ბონუსებს, რამდენი წარმატებული დილი გქონდა, რამდენ კლიენტთან მქონდა მოლაპარაკება, რამდენჯერაც დამაწინაურებდნენ ხოლმე ბებია ჩემს ურეკავდი ხოლმე და ჩვეულებრივად ვარჩევდით ხოლმე, რომ აბა ეხლა რა საპირებ, რა შედეგებს ელოდები, რას მოგცემს განვითარებაში, რამდენად მნიშვნელოვანი არის ეგ შენთვის. ამიტომ პირველ ეტაპზე აი ბებია ჩემი იყო ის ადამიანი, რომელიც ყოველდღიურად შთამაგონებდა ენერგიას და мотиваციას მაძლევდა. ყველაფერი იყიდება, ანუ არსებობს პროდუქტი, რომელიც შეიძლება ვერ გაიყიდოს. მაგაზე ადრე ვიტყოდი, რომ ყველანაირი პროდუქტი იყიდება და ყველაფერი იყიდება, თუმცა ბოლო პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიტყვი, ერთადერთი რაც არ იყიდება, არის სიყვარული. ანუ შეიძლება ადამიანი იყიდო დროებით, მაგრამ ის რეალური გრძნობა, რა შიგნიდან მოდის, იმას ვერასდროს ვერ იყიდი. თუ ნამდვილ სიყვარულზე ლაპარაკობთ, თუ პირფერულ სიყვარულზე ლაპარაკობთ და უბრალოდ გრძნობების ჩვენებას, რომ თითქოს ადამიანისადმი გრძნობა გაქვს, ეგეც სიყვარულს იყიდი და ნებისმიერი რამის ყიდვა შეგიძლია ფულით, თუმცა სიყვარულს ვერ იყიდი და რა თქმა უნდა ვერ იყიდი ჯანმრთელობას, რაც მგონია, რომ ვერ გაიყიდება და ვერც იყიდი. ანუ აქვე რეკომენდაცია, ფული უნდა დახარჯო იმაში, რასაც ფულით იყიდი და დრო უნდა დახარჯო იმაში, რასაც ფულით ვერ იყიდი. ნამდვილად. და მგონია, რომ ადამიანს თუ უნდა რომ წარმატებული იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის life balance რო ეძახიან, აი უნდა კონდეს აწყობილი იდეალურ დონეზე. რაც ყველაზე რთული არის ნებისმიერ საქმიანობაში, ეს იქნება თქვა ბიზნესი, თუ ეს იქნება თქვა ეკლესია, მათ შორის წმინდა მამებიც კი ლაპარაკობენ იმაზე, რომ ნავი არის დაახლოებით ჩვენი ცხოვრება, ერთი ნიჩაბი არის პირადი ცხოვრება, მეორე ნიჩაბი არის ბიზნესი. ანუ თუ მარტო ერთ ნიჩაბს მოусმევთ, თქვა ადგილზე ვიტრიალებთ, თუ ბიზნეს, თუ ანუ ხო ამიტომ იდეა არის, რომ ორივე ნიჩაბი უნდა მოусვა იმისთვის, რომ ნავი წინ წავიდეს. რაც წინაპირობა იმისა, რომ ადამიანი წარმატებული იქნება. და პირველ რიგში, ანუ ოჯახი, კეთილდღეობა, პირადი ურთიერთობები უნდა იყოს დალაგებული და ეგ ყველაფერი თუ დალაგებული არის, ჩათვალე, რომ პირად საქმიანობაში შენ მიზანს ყოველთვის მიაღწევ. იმიტომ რომ ფუნდამენტი თუ არ გაქვს, ვერასდროს ვერ იქნები აქეთ წარმატებული. რა წარმატებასაც არ უნდა მიაღწიო, თუ არ ყავს აქეთ ადამიანი, ვისაც გაუზიარებს შენ არ ვიცი, ემპათიას, წარმატებას, სიძულვილს, კმაყოფილებას, ანუ ვერ გრძნობებს, სიყვარულს, ვერ გაუხსნი გულს და ვერ ანახებ თუ რა არის ეს შენთვის, ანუ აქ რა ნიჩაბი და რამდენჯერაც არ უნდა უსვა, ვერასდროს ვერ იქნები წარმატებული. გიორგი, როგორც ახსენე, ბევრ სფეროში მოწია მოღვაწეობა. და მინდა მაყურებელს კარგად აუხსნა, რა სხვაობა ამ ექსის გაყიდვასა და ძაფების გაყიდვას შორის და კონკრეტად კოსმეტიკურ ძაფებს გვაქვს. პასუხი არის მარტივი, არანაირი განსხვავება არ არის. ისევ და ისევ მნიშვნელოვანი არის ზუსტად იცნობდე შენ მომხმარებელს, შემყიდველს, იცოდე კონკრეტულად მიზნობრივი აუდიტორია კონკრეტული პროდუქტის, გჯეროდეს საკუთარი პროდუქტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაყიდვის მენეჯერი ყიდის იმ პროდუქტს, რომლისას არ ჯერა და მე შედეგები რო არ აქვთ, ამბობენ რომ ან არ გამომდის, ან იკლო ბაზარზე მოთხოვნამ, ან საერთოდ შეიძლება გაყიდვები
ჩემი არ არის, მაგრამ ამის დედა აზრი და მთავარი ფუნდამენტი არის, რომ შენ ვერასდროს ვერ გაყიდი შენ პროდუქტს და შენ თავს თუ შენი პროდუქტის არ გჯერა. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემა არის, უნდა გჯეროდეს და პატივს უნდა ცემდეს შენ მყიდველს, შენ მომხმარებელს. თუ შენი მომხმარებელი არ გიყვარს, ბჭყალებით ამ სიტყვის გარდატანითი მნიშვნელობით ვერასდროს ვერ იქნები წარმატებული სეილი და გექნება მარტო one time deal, რაც არავის არ უნდა, იმიტომ რომ მგონია რომ გაყიდვები არის კომპლექსური პროცესი, არის არაერთჯერადი, არამედ მრავალჯერადი და მგონია რომ klienti ყოველთვის მოყავს და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს relationship-ი იყოს long term-ი და არა short term-ი და მარტო ერთჯერად თქვა რაღაც კონკრეტულ deal-ზე და რომელსაც არანაირი მომავალი და არანაირი ფუნდამენტი არ იქნება მომავალში. ამიტომ პასუხი მარტივი არის და ცალსახა არის, რომ ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვა არის შესაძლებელი, რომელიღაცა პროდუქტის უფრო მეტად ადვილი, ვიდრე მეორესი, თუმცა ხომ მგონია, რომ ადამიანი, რომელიც სეილი არის და ზუსტად იცის რას აკეთებს, ნებისმიერი პროდუქტის გაყიდვა შეუძლია. აქვე დავამატებ, რადგანაც ზოგადად ჩელენჯებზე ვლაპარაკობთ პროდუქტებთან დაკავშირებით, რაც კი ოდესმე გამიყიდია, ყველაზე რთული პროდუქტი მაინც არის დაზღვევა. იმიტომ რომ იგი ჯანმრთელობის დაზღვევას გულისხმობ, ხო მოგეთ? არა მარტო ჯანმრთელობის, შეიძლება იყოს ქონების დაზღვევა, ან ავტომობილების დაზღვევა. ანუ განსხვავება არის ის, რომ იგივე თქვათ ესთეტიკურ მედიცინაში, იგივე თქვათ საბანკო სექტორში შენ ყიდი პროდუქტს, რომლის გამოყენებაც შეგიძლია ეგრევე. ანუ შენ შეგიძლია ხელით შეეხო იმ პროდუქტს, შენ შეგიძლია გაწახვიდე, გამოიყენო რაღაც ძაფი ჩაიდგა, აიწიო, ლიფტინგი გაიკეთო სხეულის, შეგიძლია კრემი წაისვა, შეგიძლია ის ბარათი აიღო ბანკისა, წახვიდე ბანკომატიდან განააღდო და ნახავ, რომ ის ქეში შენ ხელშია და შეგიძლია შენი სურვილები, შენი ოცნებები აიხდინო. აი დაზღვევის შემთხვევაში ბევრად უფრო რთულად არის საქმე, ესეთი ძალიან მაგარი წიგნი არის ედი ბარანოვის რისკ მენეჯმენტი და დაზღვევა, რომელიც ძალიან ბევრ და რთულ კომპლექსურ მიდგომებზე საუბრობს, სადაც არის ნახსენები იმაზე, რომ თქვათ დაზღვევა არის ის თუ რამდენად აცნობიერებს ადამიანი რისკს საკუთარ თავთან მიმართებაში. მარტივად რო ახსნა, ანუ მე თუ მყავს ავტომობილი და თუ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის, ზარალის ანაზღაურება მე თვითონვე შემილია და ეს ჩემი შემოსავლის 5%-ია ბჭყალებში პირობითად ვამბობ. ანუ ჩემთვის უბრალოდ ის რისკ მენეჯმენტის თულის გათვალისწინებით არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ დავაზღვიო, დრო დავხარჯო და ის ზედმეტი თანხა გადავიხადო, რომელსაც სადაზღვეო პრემია ქვია. შესაბამისად, დაზღვევის შემთხვევაში ჩვენ ამ შემთხვევაში სადაზღვეო ინდუსტრია ყიდის დანაპირებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი შენ დაგიდგება სადაზღვეო შემთხვევა და დაგიდგება კონკრეტული ზიანი, სადაზღვეო კომპანიამ მზად არის შენი ზიანი აგინაზღაუროს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი არის სიტყვა თუ შეიძლება დადგეს, შეიძლება არ დადგეს. ანუ ყოფილან მომხმარებლები 5-10 წელი აზღაურდნენ, თქვათ, ან ქონებას, ან ავტომანქანებს და არასდროს არავის არ გამოუყენებია არც ერთი სადაზღვეო შემთხვევა. ბევრად მარტივი არის ჯანმრთელობის დაზღვევის შემთხვევაში, იმიტომ რომ ჯანმრთელობა ბუნებრივია პირველი არის ჩვენთვის, როგორც ვთქვათ, სურსათი, პური და ყოველდღიურად ის აუცილებელი, რაც ყველა ადამიანს არსებობისთვის სჭირდება, ამიტომ ჯანმრთელობის დაზღვევის გამოყენება მარტივია. შევიძინე პოლისი დავეზღვიე, წავედი გამოვიყენე. მაგრამ ნუ ბევრად უფრო მარტივი არის, რაც ვახსენე, თქვათ, ის რაც თქვა ჩვენ ხელში არის, რისი ბენეფიტის დანახვაც შეგვიძლია უმალო. რასაც შევიგრძნობ რა, ხო? რასაც შევიგრძნობთ, კი. მაგიტომ არის რომ პროდუქტი, რომელიც ფიზიკური თუ თქვათ ნებისმიერი მაჩვენებლის ჩვენება შეგვიძლია მომხმარებლისთვის ეგრევე, თქვათ, გადაწყვეტილების მიღებამდე მისთვისაც ბევრად მარტივი არის, როგორც თქვათ ეს წიგნი, ხო? გამყიდველი ამ წიგნის აკეთებს თქვათ აქცენტირებას თქვათ ავტორზე, იმაზე თუ რა თემებზეა საუბარი, თქვათ ილუსტრირებულია თუ არ ილუსტრირებული არის, რომელ წელს არის გამოშვებული, რამე special edition-ი ხო არ არის, ვინმეს ხელმოწერა ხო არ ახლავს, შეუძლია ხელში მიცეს წიგნი, ის ადამიანი გადაშლის, ნახავს, შეიგრძნობს, ან ადამიანი ყიდულობს ნივთს, რომლის გამოყენება ეგრევე შეუძლია. და არის ესეთი პროდუქტები, რომელიც თქვათ აი ჰაერით ყიდი შესაბამისად მომხმარებელს არ აქვს ჯერ იმის აღქმა, რომ ამ ნივთის ყიდვით რა ბენეფიტს იღებს ამ მომენტში, გრძელვადიანში რა თქმა უნდა აქვს,
ამიტომ აი ეგ არის მცირედი განსხვავება, თორემ მგონია რომ ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერ ინდუსტრიაში, ნებისმიერ მომხმარებელთან თანაბარი არის. იქიდან გამომდინარე, რომ თუ მან ზუსტად იცის რა სურს მომხმარებელს, როდის, რანაირად, რა მოცემულობაში, რა ვითარებაში და აქედან ორივე მოგებული წავა, მგონია რომ არავის არ გაუჭირდება თქვა წარმატების მიღწევა და წარმატებული кейსების გქონა. ჩემი პირადი გამოცდილება არის ამ მრავალწლიანი გამოცდილების განმავლობაში დაგროვებული. გიორგი, შენი წარდგენისას მე ვახსენე, რომ შენ ყავს, ანუ იღებ მოგზაურობას გუნდის ჩამოყალიბებაში და ზრდაში. აქედან გამომდინარე, ზუსტად ვიცი, რომ ბაზრის ბოლოს ჩატარებული გექნება ამ კუთხით და მაინტერესებს შენი აზრი და შენი შეფასება საქართველოში სეილების დონემდე რომ შემიფასო. კარგი კითხვა არის, ანუ არ მინდა რომ ვიღაცა გავაკრიტიკო. მგონია რომ ყველა ადამიანს თავისი უნიკალური კოზირი აქვს, ეგრე დავარქმევდი, ყველა უნიკალურები ვართ და ყველას მიერ დანახული სამყარო სხვანაირი არის. შესაბამისად, ყველას აქვს იმის უნიკალური უნარჩვევა, მიყიდოს პროდუქტი მომხმარებელს თავისი ბიზნეს კარტით, ეგრე რო დავარქვი. რაც შეეხება ზოგადად საქართველოს ბევრ ინდუსტრიაში, ბევრ კომპანიასთან მქონდა შეხება, რა თქმა უნდა, ჩელენჯი არის უდიდესი. ძალიან რთული არის საქართველოში პროფესიონალი გაყიდვების კადრის ყოლა და ყველაზე უფრო რთული არის გამოზრდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრ პრობლემას აწყდება კომპანია ამ პროცესში, იმიტომ რომ კარგი სეილი, ეგრე რო დავარქვათ, ძვირი ღირს და ძალიან ბევრ კომპანიას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ კადრი რომელსაც 5 ან 10 წელი ზრდიდა, თავისი შვილივით არის და უყვარს და ელოლიავება და თავსევლება და უნდა რომ მასთან ერთად იყოს თქვა ცხოვრების კონკრეტულ ეტაპზე, სანამ ისინი ერთად იქნებიან, სამწუხაროდ ასე არ ხდება და არის ხოლმე რომ თქვა დიდი კომპანიები ასეთ კადრებს თქვა ართმევენ, მერე ხდება თქვა კადრების დეფიციტი, მერე ძალიან რთული არის გაყიდვების კადრის ჩანაცვლება. რეალური გაყიდვების კადრზე გულისხმობ, თორე ნებისმიერი ადამიანის ჩანაცვლება შეიძლება, მაგრამ მაინც ვთვლი, რომ ძალიან რთული არის გაყიდვების გურუს ჩანაცვლება, ეგრე ვიტყოდი და გურუ არის ადამიანი, რომელიც არ ყიდის პროდუქტს, გურუ არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ ყიდის ენთუზიაზმს. ანუ იმდენად მაგრად უხსნის მომხმარებელს, რომ ორივე ბედნიერი არის ამ პროცესით. აი ეგ ზოგადად ძალიან რთული არის, როცა ადამიანი იმდენად პროფესიონალია საკუთარი საქმის და საკუთარი თავის, რომ პროდუქტის გაყიდვის მომენტში მყიდველის და გამყიდველის კმაყოფილი არის პროცესით. ეგ არის ყველაზე რთული ჩემი კარიერი და გამომდინარე, რაც ძალიან ბევრჯერ არ გამომივიდა, ძალიან ბევრჯერ დაფეილდი ამ მიმართულებით და მივხვდი მაგას ნამდვილად, რომ აი გაყიდვების გურუს გამოზრდა ყველაზე დიდი ჩელენჯი არის. ამიტომ თუ ვიმსჯელებთ გაყიდვების გურუებით, საქართველოში ნამდვილად დეფიციტი არის. რა არის ყველაზე დიდი შეცდომა გაყიდვებში? ზოგადი კითხვა არის, შეგიძლია ზოგადი მასშტაბით იმის შეფასება. ჩემი აზრით, ჩემი გამოცდილებით, გაყიდვებში და გამყიდველის ყველაზე დიდი მინუსი, ესე დავარქმევდი, უბრალოდ ჩელენჯი, არ მინდა მინუსი და ნეგატიური ასპექტი დავარქვა, არის კომფორტ ზონაში მოქცევა. ძალიან ხშირი არის, როცა გაყიდვების მენეჯერები ადიან კონკრეტულ ლეველზე და მერე ჩერდებიან. და მოყოფილდებიან იმ ყოველდღიური შემოსავალით, რაც აქვთ და გონიათ, რომ თავისი ცხოვრების იდეა ფიქსი შესრულებული არის, გააკეთეს ყველაფერი მაქსიმალურად ჩადეს, აქვთ ძალიან მაგარი შედეგი და აღარ ვითარდებიან. აი ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა, ჩელენჯი, რომელიც ჩემი აზრით გაყიდვების მენეჯერზე გაყიდვების პროცესთან ახლავს. იმიტომ რომ ყველამ ვიცით, რომ გაყიდვებში ზოგადად არანაირი ლიმიტი არ არის, ანუ ჭერი არ გვაქვს. და არის შენ თავზე დამოკიდებული რა შენი შემოსავალი, შენი აუთკამი, შენი revenue შენ ხელში არის, არავინ არ გზღუდავს ამაში და შეგიძლია მაქსიმალურად მიწდე ცას და დადო ისეთი შედეგები, რომელზეც შეიძლება ბავშვობაში კი არა 1 წლის წინათ არ გიოცნები არასდროს. ატყობთ რა უნდა გამოიწეროთ ჩვენი ახი? შენთვის როგორია გიორგი ძლიერი გაყიდვები? ჩემთვის არის ძლიერი გაყიდვები, ადამიანი, რომელიც თავის თავზე მუდმივად მუშაობს,
გავმეორდები და არ ჩერდება, არ იკეტება კომფორტ ზონაში, იმიტომ რომ მგონია რომ კომფორტ ზონის საბოლოო წერტილი დანიშნულების არის წარუმატებლობა. და ადამიანი, რომელიც თავის გზაზე, წარმატების გზაზე ბევრჯერ დაეცა, მაგრამ ადგა, იპოვა თავის თავში, იზალა, თავის თავს გარედან შეხედა, თავის თავზე იმუშავა, გამოასწორა თავისი შეცდომები, ტრანსფორმაცია განიცადა, ისწავლა მომხმარებლებთან განსხვავებული მიდგომა, ისწავლა მომხმარებლების სიყვარული, ისწავლა თავისი პროდუქტი, შეიყვარა თავის პროდუქტი, გონია რომ ის ყოველთვის წარმატებული იქნება და იდეალური გამყიდველი იქნება ეგრეთ წოდებული გურუ. გიორგი, შეგიძლია რომ სამი რჩევა მისცე დამწყებ სეილებს. ეხლა ცდილობს რომ ფეხი აიდგას ამ სფეროში, დაიწყო გაყიდვები და შენგან ჰინთად რომ ისე სამი რჩევა რაც უნდა გაითვალისწინოს. პირველი რჩევა არის რომ არავის არ უნდა დაუჯერო, არავის არ უნდა მოусმინო, არავის რჩევა არ უნდა გაითვალისწინო. ანუ გაყიდვები ისეთი პროცესი არის რომ დაახლოებით მგელი ხარ, მარტო ხარ საკუთარ თავთან და შენ იცი ზუსტად რა გჭირდება და ამიტომ არავის აზრს რომ შენ არასწორ ინდუსტრიაში ან სფეროში ხარ ან რატო ხარჯავ დროს გაყიდვებში არავის არ უნდა მოусმინო. მეორე რჩევა არის ის რომ რამდენჯერაც დაეცემი მეტი ენთუზიაზმით უნდა წამოდგე და ჰარვარდის უნივერსიტეტში იყო ერთ-ერთი კვლევა ჩატარებული რომელიც მიხედვითაც შედეგი დაიდო პირდაპირ რომ ადამიანი რომელიც თავისი წამოწყების ან თავისი პროექტის დასაწყისში არის წარმატებული ძალიან დიდი ალბათობით long term vision-ში არის წარუმატებელი. იმიტომ რომ ადამიანი რომელიც ძალიან მალე ისწავლის წარმატებას ძალიან გაუჭირდება შემდგომში ამ ჩელენჯების და სირთულეების გადალახვა. ამიტომ ჩემი აზრით ადამიანი რომელიც ამ სირთულეებს და ჩელენჯებს და ბევრ დაცემას თავიდანვე ისწავლის, ბევრჯერ წაიმტრევს კისერს, გონია რომ ბევრად წარმატებული იქნება, იმიტომ რომ მომავალში ნებისმიერი ჩელენჯი რაც მას ელოდება, ის ძალიან დიდი ენთუზიაზმი, ძალიან დიდი შესაძლებლობებით და ძალიან დიდი ენერგიით შეხვდება ამ გამოწვევებს და აუცილებლად გაიმარჯვებს და მესამე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა არის ყოველთვის საკუთარი თავის იდეალისტი უნდა იყოს გაყიდვების მენეჯერი. ანუ გულისხმობ იმას, რომ საკუთარ თავთან პარალელს უნდა ავლებდეს ყოველთვის და უნდა ეპაექრებოდეს საკუთარ თავს და არა სხვებს. ანუ შედარების ვარიანტი საკუთარ თავის წარსულ ვერსიას. მარტო საკუთარ თავს, ანუ გონია რომ არ არის სწორი, მარტო იქიდან გამომდინარე ელემენტარულად ვახსენე რომ ძალიან უნიკალური არის ადამიანი, უნიკალური თვისებებით განსხვავდებით ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ვიღაცასთან შედარება რომ იმას X ბონუსი ქონდა და მე მქონდა 2X-ი, ვიღაცას 5X-ი, არასწორი არის. მგონია რომ ადამიანი პირველ რიგში ყოველთვის უნდა შეედაროს საკუთარ თავს. საკუთარი თავის კონკურენტი უნდა იყოს პირველ რიგში. ბუნებრივია ჯანსაღი კონკურენცია კარგი არის, მივესალმები, მაგრამ გონია რომ აი რჩევის თვალსაზრისით შენი საკუთარი თავი, შენი საკუთარი მე, შენი საკუთარი ეგო არის, ვისაც უნდა ეპაექრო. თუ გინდა რომ მაგარი გაყიდვების მენეჯერი იყო. ლაშა ძალიან თავს თუმას ჩვენი არასპონსორის წყალი დაუსვირა. მადლობა. გაყიდვების მენეჯერებს ასევე ბონუსად ვეთყვი ერთ რჩევას მივცემ, რაც მე ძალიან დამეხმარა კონკრეტულ ცხოვრების ეტაპზე და მგონია რომ ადამიანი ვერ იქნება წარმატებული თუ თავისი მიზანი არ აქვს მინიმუმ ფურცელზე დაწერილი, არ აქვს ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები გაწერილი. დროში არ არის ეს გაზომვადი და თუ ადამიანს არ აქვს კონკრეტულად გაანალიზებული თავისი მიზნის მისაღწევად რა არის საჭირო. ჩემთვის ამის ინსპირაცია იყო და სამწუხაროა რომ მანამდე არ მქონდა იმის შესაძლებლობა რომ ამ სქემით მეცხოვრა და მემუშავა, გახდა არ მახსოვს ჰარვარდის თუ კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევართა მიერ გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელიც ვიღაცები მითად თვლიან და ვიღაცები თვლიან რომ იყო თქვათ რაღაცა ექსპერიმენტი, თუმცა იდეა იყო იდეალური, 100 კურს დამთავრებული, რომელიც ამურთაგან რომელიღაცა უნივერსიტეტის სტუდენტები იყვნენ, კითხეს მარტივი კითხვა. graduation-ზე, ანუ გაქვთ თუ არა კონკრეტული მიზნები და იმ შემთხვევაში თუ პასუხი იქნებოდა დადებითი, მეორე კითხვა მოყვებოდა, გაქვთ თუ არა კონკრეტული მიზნები, გაწერილი, დროში გაზომვადი და რას აპირებთ კონკრეტული მიზნების შესასრულებლად. ამ გამოკითხულთან, ანუ 100 სტუდენტიდან 83%-მა
დააფიქსირა ეგრევე რომ არანაირი მიზანი არ აქვს და უბრალოდ მათი მიზანი იყო ჰარვარდის უნივერსიტეტის დამთავრება ან კოლუმბიის სამშობლოა და შემდეგ უბრალოდ დიპლომი და იმედი ქონათ რომ ამ დიპლომის და ამ გამოცდილების საშუალებით რომელიც უნივერსიტეტში დააგროვეს და მიიღეს შეძლებდნენ თავიანთი კარიერული გზის გაგრძელებას დაახლოებით 13%-მა დააფიქსირა რომ აქვთ მიზანი, მაგრამ სამწუხაროდ არ ქონდათ გაწერილი ფურცელზე, არანაირი სამოქმედო გეგმა არ ქონდათ და მხოლოდ 3%-მა დაწერა, რომ აქვთ მიზანი და ეს ყველაფერი აქვთ გაწერილი ფურცელზე და ამისთვის აქვთ კონკრეტული სამოქმედო გეგმა, კონკრეტულ დროში გაწერილი. 10 წლის შემდეგ ამ მკვლევარებმა დაუკავშირდნენ, ანუ ამ 100 სტუდენტს ზოგი თავისი ხარჯით ჩამოიყვანეს, ზოგთან ჩავიდნენ, ზოგთან უბრალოდ ინტერვიუ ჰქონდათ ონლაინ და გამოკითხეს თუ რამდენად წარმატებულები იყვნენ და ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რაც დაუსვეს, რა იყო მათი წლიური შემოსავალი, ანუ net income-ი რო ვთქვათ, revenue უფრო სწორი იქნება ის 83% რომელსაც არანაირი ბიზნეს გეგმა არ ქონდათ, არანაირი ხედვა არ ქონდათ, როგორ უნდა წარემართა თავის საქმიანობა, თავის ცხოვრება, თავის კარიერა X თანხას გამოიმუშავებდნენ, წლიურად არ მახსოვს სამწუხაროდ თანხა. ის სტუდენტები, რომლებიც იყვნენ 13%-ში, ქონდათ ბიზნეს გეგმა, მაგრამ ხედვა არ ქონდათ და არ ქონდათ ეს გაწერილი დაახლოებით 3x გამოიმუშავებდნენ, ანუ 3-ჯერ მეტ წლიურად ვიდრე ის 83%, რომელსაც არანაირი გეგმა არ ქონდათ და ხედვა და ის 3%, რომელსაც თან გაწერილი ქონდათ, თან გეგმა ქონდათ და ზუსტად იცოდნენ ცხოვრებაში რისი მიღწევა ქონდათ, ჯამში აღებული ამ 83 და 13%-ის 5-ჯერ მეტი შემოსავალი ქონდათ წლიურად. ამიტომ მე იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა ნებისმიერი ადამიანისთვის, არა მარტო გაყიდვების მენეჯერისთვის, რომ ზუსტად იცოდეთ თქვენი მიზანი, რა გჭირდებათ ამ ბიზნეს მისაღწევად და როდის იწყებთ ამ ყველაფრის განხორციელებას თავისი time management-ით. ახლა უნდა დავსვა ჩვენი გადაცემის საავტორო შეკითხვა. ის შეკითხვა, რომელიც თითქმის ყველა სტუმართან, თითქმის არ ყველა სტუმართან დავსვით. ყველა სტუმრისგან მივიღეთ საბოლოო ჯამში მაინც ვფიქრობ, რომ ერთნაირი პასუხი. ჩვენი გაცემებიდან ახი გაქვს? კი, ან არა? კი. კაი. მაინც გითხავ. შენი აზრით, გაყიდვების მენეჯერს სჭირდება დიპლომი? ჩემი აზრით, გააჩნიათ ცხოვრების რა დონეზე. აი, ეგრე დავაკონკრეტებ მაშინ, როგორც თქვი, ძალიან კომპლექსური პროცესი არის და ცხოვრების კონკრეტულ დონეზე გაყიდვების მენეჯერს ჭირდება გამოცდილება არა მხოლოდ პრაქტიკული, არამედ თეორიული. ეს არ არის აუცილებელი რომ იყოს დიპლომი, შეიძლება იყოს სერტიფიკატი ან კონკრეტული თქვათ კურსების ერთობლიობა, რომელიც მას ეხმარება პროფესიულ ზრდაში. არავის არ ვაკნინებ, ძალიან ბევრი და მაგარი გაყიდვების მენეჯერებიც რომელსაც არანაირი განათლება არ აქვს, თუმცა ჩემი პირადი გამოცდილები და ღრმა რწმენით მგონია, რომ ადამიანი, რომელიცაც უნდა რომ გურუ გახდეს, პრაქტიკულ ცოდნასთან უნარ-ჩვევით ერთად ჭირდება თეორიული ცოდნა, რომელიც მას დაეხმარება, რომ გახადოს საკუთარი თავის უკეთესი მე. ცივი ზარები მუშაობს? გონია რომ ცივი ზარები მუშაობს კონკრეტულ ეტაპზე, თუმცა თუ გვინდა conversion rate-ის გაზრდა და კონკრეტული მოლაპარაკების წარმატების კოეფიციენტის ზრდა, მარგი ქმედების კოეფიციენტის მარტო ცივი ზარები არ კმარა. არის ესეთი იდეალური წიგნი ნოაუ ჰარარის საპიენსი, რომელიც მოგვითხრობს სრულ ევოლუციაზე სამყაროს, დაწყებული ატომური აფეთქებებიდან, მოლეკულებიდან და ადამიანის შექმნიდან, დარვინის თეორია, ღმერთის როლი, სამყაროს განვითარება, ევოლუცია, ნებისმიერი რამ რაც მოხდა, თქვათ 21 საუკუნეზე, ამ ადამიანს იდეალურად აქვს ეს ყველაფერი თავის წიგნში წარმოჩენილი, იმ დროიდან მოყოლებული ადამიანები დღემდე ზუსტად ისევე ყიდიან, იგივე პროდუქტს, იგივე საქონელს, იგივე საკუთარ თავს, როგორც ყიდნენ მაშინ. ამიტომ მგონია, რომ თუ კი გინდა ბევრად მეტი წარმატებული ლიდი გქონდეს, მარტო ცივი ზარი არ არის საკმარისი, უნდა მიხვიდე ადამიანთან, უნდა შეაწუხო, follow-up-ი უნდა გააკეთო, უნდა ესტუმრო, უნდა დაპატიჟო. ძალიან კომპლექსური პროცესი არის, არ მინდა რომ თქვათ რაღაც ერთჯერადი პასუხი გაგცეთ, ამიტომ ინდუსტრიაზეა რა თქმა უნდა ბევრი რამ დამოკიდებული, არ ვლაპარაკობ თქვათ ისეთ ინდუსტრიებზე, რომლებიც საქართველოსთან უცხოეთში რეკავენ და მხოლოდ მაგზით აქვს საქმიანობა, მაგ ლაპარაკი ისეთ
თემებზე, როდესაც თქვა სელს აქ იმის საშუალება, რომ მივიდეს ადამიანთან, ესტუმროს ადგილზე, თვალებში ჩახედოს, ხელი ჩამოართვას, ურთიერთობის ხაზის შექმნას. აი ეგ არის, ურთიერთობის ხაზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომ როცა შენ ადამიანს ხვდები, აი პირველი აი კონტაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რასაც ბუნებრივად CV-ს არის ვერ განახორციელებ. ხშირად გქონია ხოლმე მომენტი, როცა თქვა ადამიანთან გილაპარაკია 5ჯერ, 6ჯერ, 10ჯერ და ვერ ითანხმებდი და ბოლოს დაითანხმე თქვა შეხვედრაზე, ერთ შეხვედრაზე და შეხვედრის მერე იმდენად პოზიტიურად განეწყო შენ მიმართ, რომ ეგრევე იყიდა შენგან პროდუქტი. ამიტომ გონია რომ თუ გვინდა რომ ის conversion rate-ი მეტი გქონდეს, retention-ი ნაკლები და შევძლოთ მეტი წარმატებული დილის გარდაქმნა წამოწყებები და მგონია რომ მარტო CV-ს არ არის საკმარისი, კომპლექსური მიდგომა არის, მარკეტინგი არის საჭირო, გაყიდვების გუნდი არის საჭირო, follow-up-ი არის საჭირო და მგონია რომ ეს ყველა გუნდი ერთიანი მექანიზმით უნდა მუშაობდეს გაყიდვების და კონკრეტულად ჩვენი მომხმარებლების გარშემო. და აი აქ ხა უნდა აჭერდე ხელს და იწერდე. მე რა არ იწერ. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა გულწრფელი პასუხებისთვის და მგონია რომ ამ კითხვაზეც ისევე გულწრფელად ვიპასუხებ როგორც აუცილებლად. გაყიდვების ინსპირაცია საიდან ან ვისგან აიღე? საკუთარი თავისგან. ანუ იმდენად მომწონდა ბავშვობიდან ადამიანებთან ურთიერთობა, ხალხმრავლობა, ჩართულობა, რაღაცეების ინიციატივის გამოხატვა, რომ მივხვდი, რომ თქვათ რაღაცის გაყიდვა და ხალხთან ურთიერთობა იმდენად მიმარტივდებოდა, რომ ეს იყო იმის ინსპირაცია, რომ ჩემი თავი და ჩემი პირველი საქმიანობა უნდა დამეწყო გაყიდვებში. არა მარტო იმიტომ, რომ რაც ვახსენე, რომ ძალიან რთული იყო სხვა საქმიანობებში და სხვა პროფესიებით დაწყება მუშაობის, გონია რომ ჩემ შემთხვევაში თავიდანვე ვიცოდი, პირველივე ჩემი სამსახური 2005 წლიდან მინდოდა რომ გაყიდვებში ყოფილიყავი, მინდოდა რომ მეტი გამეყიდა, მინდოდა რომ მეტი საკომისიო ავიღო. ეგ მქონდა თავიდანვე შინაგანი მოთხოვნა და შინაგანი ჩელენჯი საკუთარ თავთან. გიორგი, ნახე, ძალიან კარგ არჩევებს აძლევ ხა შენ დამწყებ სეილებს და გასააზრებელ რაღაცეებსაც ამბობ. მაგრამ ნახე, მე მინდა რომ შენ ჩვენს მაყურებელს მოუყვე ახსენე რომ საკმაოდ ბევრი ფეილი ქონდა, ხო? ან თუ გახსოვს ერთ-ერთი ფეილი, რომელიც მაგალითად ყველაზე მაგრად გაგიტყდა რა და რა იყო ამის გამომწვევი? ბევრი ფეილი იყო ძალიან და თითქმის ყველა ფეილი ერთმანეთის მსგავსი არის და ძირითადი არსი ამ ფეილების იყო გეგმის შესრულება ან კონკრეტული პროექტის ჩავარდა და მახსოვს რომ ყველაზე დიდი disappointment-ი ეგრე რომ თქვა იყო ერთ-ერთი პროექტი რომელზეც 6 თვე მუშაობდით, ანუ მთელი გუნდი იყო ჩართული და მე ვიყავი ამ პროექტის ლიდი. შესაბამისად, წარუმატებლობამ, იმხელა frustration-ი და იმხელა შინაგანი დისკომფორტი გამოიწვია ჩემში, რომ მინდოდა რომ უბრალოდ გავქცეულიყავი და საერთოდ ამ ადამიანებს არასდროს აღარ მენახა, არანაირი კონტაქტი აღარ მქონოდა, იმიტომ რომ მეგონა რომ მაგ ადამიანებთან ყოველდღიურობა, ყოველდღიური კონტაქტი ყოველთვის ამ პროექტს გამახსენებდა, რაც ნამდვილად არ მინდოდა. ეგ იყო აი მახსოვს ყველაზე დიდი ჩელენჯი, საკუთარ თავთან ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი, ძალიან ბევრს საუბრობდი, ბევრჯერ გავმარტოვდი. მინდოდა უბრალოდ გავქცეულიყავი, მინდოდა რომ საერთოდ ხვალინდელი დღე არ ყოფილიყო და აი ამ მომენტში ხარ ყველაზე მეტად ამერიკელები ეძახიან quick sense ან crab Beckett-ს ეძახიან, როცა კიბორჩხალები ცდილობენ კალათიდან ამოსვლას, მაგრამ რაც უფრო მეტი კიბორჩხალა ცდილობს ამოსვლას, მით უფრო უშლიან ერთმანეთს და მით უფრო ეფლობიან თავიდან ვედროში. დაახლოებით იგივე თემაში ვიყავი, რაც მეტად ცდილობდი, თქვათ, კონკრეტული პასუხების პოვნას და მეტად ცდილობდი კონკრეტულ სიტუაციიდან თავის დაღწევას, მით მეტად ვეფლობოდი. შემდეგ ყოველდღიურობა რუტინა ხდებოდა. მაგის მერე საკუთარ თავის განვითარებას ვეღარ ახდენდი. ყოველდღიურობის დროს თუ წააწყდებოდი რაიმე кейს, სადაც თქვათ ვერ მიაღწევდი წარმატებას, ისიც ემატებოდა ამ ყველაფერს და გეგონა რომ საერთოდ მთელი სამყარო და მთელი კაცობრიობა
იყო შენ წინააღმდეგ და ნუ მე მივხვდი რომ ეს ეგეთი ბრძოლა ყველას აქვს ყოველდღე საკუთარ თავთან და ამას არაფერი ცუდი არ აქვს, ამას ჩვეულებრივად უნდა შეეგებო და უნდა შეხვდე იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რასაც ყოველდღე ხვდებით და მგონია რომ შენი გამოცდილება, შენი მე, შენი ეგო, შენი პიროვნულობა დაგეხმარება იმაში, რომ საკუთარი თავი იპოვო, პასუხები იპოვო საკუთარ თავთან, რაც მნიშვნელოვანი არის და გააგრძელო ცხოვრება ისე როგორც ცხოვრობდი აქამდე. ანუ არაფერი ცუდი ამაში არ არის. მოდი ახლა მოგვიყევი წარმატებული кейსი და თუ გახსოვს, თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა მოიყვანო ერთ-ერთი кейსი და რა იყო ამ кейსის წარმატებით დასრულების მიზეზი? ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული кейსი, ბევრი кейსი შემიძლია მოვიყვანო, მაგრამ ყველაზე წარმატებულს ვეძახი იქიდან გამომდინარე, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოსვლა იყო, რომლის გამოსვლაც მე თვითონ არ მეჯერა ბოლომდე და მოხდა ის, რასაც თქვათ არ ველოდებოდი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მაქსიმუმი გავაკეთე, ჩემი შესაძლებლობების 100% დავიხარჯე, მივიღე ის შედეგი, რომელიც მინდოდა. საქმე ეხებოდა ბრაზილიის ბაზარს, ჰქონდა კონკრეტული გეგმა, კონკრეტული სტრატეგიით, რომელზეც მთელი გუნდი მუშაობდით და მახსოვს, რომ მთელი თვითფრინავი სან-პაულომდე დაახლოებით 15 საათნახევარი ფრენა არის სტამბულიდან. ვიჯექი თვითფრინავში და ყველანაირ სცენარს ვათამაშებდი დისტრიბუტორთან, თქვათ ეს მითხრა, ეს უთხარი, ეს მითხრა, ეს უთხარი, თქვათ რა მეცადინეობდი რა. ხო, საკუთარ თავთან. ზოგადად არ მიყვარს მეცადინეობა, უფრო ვირტუოზულ გაყიდვებს ვირჩევ ხოლმე, იმიტომ რომ მგონია მეცადინეობა და კონკრეტული რაღაცების დაზეპირება საბოლოო ჯამში გაყენებს შემდეგ იმ რეალობის წინააღმდეგ, რომელზეც პასუხები არ აქვს და იმ სცენარის წინააღმდეგ გაყენებს, რომლის მოსმენითაც არ იყავი თქვათ მზად. მაგრამ ნუ მოხდა ისე, რომ თქვა ჩავედი იქ, დაახლოებით 2 კვირიანი მივლინება იყო 10-11 დღის განმავლობაში. საერთოდ არ ხდებოდა ამ თემის განხილვა, იმიტომ რომ თავიდანვე დამარეჯექთე ეს, თავიდანვე მითხრეს, რომ ეს შეუძლებელი იყო და ამ თემას აღარ დაუბრუნდებოდით და მახსოვს, რომ აი ბოლო ცდა იყო, ალბათ რავი, მე-11 ან მე-12 ცდა, კიდევ ერთხელ საკუთარ თავს უთხარე და კიდევ ერთხელ გამოვნახე ის ძალა, რომ კიდევ ერთხელ შემომებრუნებინა ცოტა სხვა რაკურსით, დაველაპარაკეთ და ზოგადად გავაკეთეთ აქცენტი ისეთ თემებზე, რომელზეც ჯერ არ მქონია ფოკუსირება აქამდე და გამოფრენამდე წინა დღით, ანუ ღამით, როცა დინერი მქონდა ერთ-ერთ რესტორანში, დამიდასტურეს, რომ შეგიძლია მშვიდად გაფრინდე შენ ქვეყანაშიო, ჩვენ მზად ვართ ამ პირობებზე. ოღონდ მანამდე 11-12 დღე სრული ჯოჯოხეთი იყო, იმიტომ რომ ვიცოდი თუ რამდენი რამე იყო დამოკიდებული ამ პროექტზე, რამდენი რამე იყო დამოკიდებული ამ წამოწყებაზე და შესაბამისად თავიდან საკუთარ თავთან თავიდანვე მქონდა ის მაქსიმუმი მოლოდინი დასმული, რომ შენ არა გაქვს წარუმატებლობის უფლება და ალბათ ეგ იყო ერთ-ერთი ჩემი დიდი შეცდომა, იმიტომ რომ მგონია რომ ადამიანი ნებისმიერი სიტუაციისთვის, სცენარისთვის თავიდანვე უნდა იყოს მზად. და მე თავიდანვე ჩემ თავს უკან დასახევი გზა მოიჭერი. ხო, ფაქტიურად უკან დასახევი გზა მოვიჭერი და კარგია რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო кейსი მოგვიყევი, მაყურებელსაც ძალიან მოეწონება და იმედია ეხლა უკვე აჭერს და იწერს. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, რომ იყავი Minspace-ის სტუმარი, სტანდარტულად ხელოვნება ჩამოვარდ. ჩემთვის დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. იმედია ძალიან ბევრ საინტერესო და წარმატებულ ადამიანს მოიწვევთ, რომელიც თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე იმ პატარა რჩევებს და პატარა გამოცდილებას გაუზიარებს თქვენ მოხარებლებს, რაც ბუნებრივია მათ დაეხმარება, რომ აი ამ რჩევებიდან დიდი სახელმძღვანელო და დიდი ნოუთები მიიღონ, რასაც შემდეგ ჰინთებად გამოიყენებენ და წარმატებული გურუ, წარმატებული სპეციალისტები და წარმატებული ადამიანები გახდებიან თავის სფეროში. მადლობა თქვენ და მადლობა მაყურებელს. სანამ გამომიწერ და გამოგვიწერ, იქამდე შეგიძლია რომ დაგვიწერო კომენტარი. შეკითხვა, რასაც შემდეგ სტუმარს დავუსვამთ და აუცილებლად ჩაგიშლის და მოგცემს განსაკუთრებულ და იმ სხვანაირ რჩევას, რასაც ელოდების სპეციალისტისგან. ძალიან დიდი მადლობა.